როგორ მიმდინარეობს მონტენეგროში მსოფლიო პირველობაზე ტურნირი და რა შედეგები აქვთ ქართველ მოჭადრაკეებს? ამ საკითხზე გვესაუბრება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენელი სოფო ნიკოლაძე. აღსანიშნავია, რომ მონტენეგროში შეჯიბრი 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის მიმდინარეობს. ჩემპიონატში საქართველოს სახელით 4 მოჭადრაკე მონაწილეობს. Როგორც სოფო ნიკოლაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები წარმატებით ასპარეზობენ. მისი განმარტებით ჩემპიონატში მსოფლიოს 65 ქვეყნის 263 მოჭადრაკე მონაწილეობს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის ტურნირი 9 მარტს დასრულდება. საქართველოს სახელით 4 მოჭადრაკე ასპარეზობს, მათ შორის არიან ევროპის და მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულები და პრიზიორები კესარი ამგელაძე, ანასტასია კირთაძე, ლუკა კილაძე და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი აკაკი ყალიჩავა. ორი ტურის შემდეგ 2-დან 2 გამარჯვებით ლიდერთა შორის არის კესარი ამგელაძე, ანასტასია კირთაძეს 1.5 ქულა აქვს, წინ კიდევ 9 ტურია და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოჭადრაკეები თავს გამოიჩენენ. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეები მონაწილეობენ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირად ითვლება ახალგაზრდულ ჭადრაკში. ამ დროისთვის საქართველოში ჩემპიონატი ჭადრაკში ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ახალციხის შედეგები უკვე ცნობილია. სოფო ნიკოლაძის განმარტებით გამარჯვებული მოჭადრაკეები საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურებს მოიპოვებენ. რეგიონებშიც საკმაოდ დატვირთული გრაფიკით მიმდინარეობს ტურნირები. სამცხე-ჯავახეთში ახლახან დასრულდა რეგიონის ჩემპიონატი, სადაც 50-მდე ახალგაზრდა მოჭადრაკე მონაწილეობდა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან. ესეო ჩემპიონატები მიმდინარეობს იმერეთსა და სამეგრელო ზემო სვანეთში და ესე შეიძლება ითქვას, საკმაოდ დატვირთული ზამთარი გვაქვს.